რატო უნდა მისმინოს მე ადამიანმა, ხო, აი თქვენმა მაყურებელმა, მსმენელმა, მე რატო უნდა მისმინოს? რა მაქვს ისეთი სათქმელი, რომ შეიძლება დაინტერესდეს. მე არ ხელმძღვანელობ თეორიებიდან. მე ხელმძღვანელობ ჩემი კონკრეტული უშუალოდ პრაქტიკული გამოცდილებიდან. უბრალოდ ჩემი გამოცდილება მეუბნება, რომ იყო გარკვეული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ტანჯვა იყო საკმაოდ მაღალი ხარისხის. მარტო გრძნობდი თავს. შეიძლება ოჯახი, მეგობრები მყავს და მყოლოდა, მაგრამ მათთან ერთადაც მარტოდ უგრძნობდი თავს. ეს მეგონა რომ იყო რაღაცა თითქოს ყველასგან განსხვავებული მდგომარეობა, რომ თითქოს მე ვიყავი ასე და სხვები არ ყოფილან. მაგრამ მე აღმოვაჩინე, რომ თურმე ყველა ადამიანი ასე არის. უბრალოდ ვინ როგორ ნიღბავს და ვის რა ხერხები აქვს გამომუშავებული, რომ ეს სიმარტოვე არ განიცადოს და თავი დააღწიოს იმ შინაგან ტკივილს, რომელიც ამ სიმარტოვეს მოაქვს, სიმარტოვის მოწყენილობის მდგომარეობებს. ამ ტანჯვამ მე მიმიყვანა იქამდე, მადლობა პირველ რიგში ამ ტანჯვას, მიმიყვანა იქამდე, რომ ძიება თუ როგორ შეიძლება ეს ტკივილი და ტანჯვა გაქრეს. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ამ ძიებამ მაპოვნინა პასუხები და გზები, თუ როგორ დამეღწია ამ სიმარტოვის და ტანჯვის და ტკივილის მდგომარეობიდან. და ახლა სხვებს უზიარებ ამ ჩემს გამოცდილებებს.